მე ვარ სესილი დავითაძე 11 წლის. სწავლობ სკოლა თამარისში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, სიმღერა, ცეკვა და საჭმელების კეთება. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს საჭმელების კეთება. პირველად საჭმელი რო გავაკეთა ვიყავი 9 წლის. ეს საჭმელი იყო ბორში. ახლა ყველაზე გემრიელად ვაკეთებ პიცას. ჩემი საყვარელი საჭმელი არის ხინკალი. მე ვარ კარგი დიასახლისი. მიყვარს სისუფთავე და სულ ვალაგებ სახლს. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლე. ყველაზე ხშირად ვხატავ გულებს. ჩემი საყვარელი ფერი არის სიასამისფერი. არ მიყვარს შავი ფერი. ძალიან მოწყენილი ფერია და იმიტომ. ყველაზე ძნელია დოქის დახატვა. ყველაზე ადვილი არის ყვავილების. ჩემს ნახატებს ვაგროვებ. ახლა მაქვს 50 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ მინდა გამოფენა მოვაწყო. ჯერ ნახატი არ გამიყიდია, მაგრამ მინდა რომ გავყიდო. თითო ნახატი ეღირება 10 ლარი. მე ფულს ვაგროვებ ყულაბაში. ამ ფულით ჩემს ახალ ფინაში უნდა გავალამაზო ჩემი ოთახი. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. ბოლოს რა მაჩუქეს და ეს ტანსაცმელი. თოვლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მაჩუქა ბარბი. წელს მინდა მაჩუქოს ჰავერბორდი. ჩემი აზრით თოვლის ბაბუ არის 76 წლის. მის ნამდვილი სახელი ალბათ არის კახა. სიმღერაც ძალიან მიყვარს და ჩემით ვსწავლობ. ჩემი საყვარელი სიმღერა ღამისი ჩუმე გაფანდე. ღამისი ჩუმე გაფანდე. ჩუმოწნება არზე. მიკროფონი არ მაქვს და უნდა ვთხოვო თოვლის ბაბუას. ცეკვა მიყვარს სიმღერაზე უფრო. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული. საყვარელი ილეთია ეს. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარსო ძალიან გულთბილი კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია გიგა ბეჟანიძე. ყველაზე ცელქია სანდრო რეხვიაშვილი. ყველაზე ჭკვიანი არის მიშა ბაგრატიონი. ყველაზე მშვიდი ანა დუმბაძე. მე ვარ ყველაზე თეატრალური და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდე მინდა რომ ვიცოდე გერმანული. საყვარელი მასწავლებელია ლიამ ჟავია. იმიტომ რომ ძალიან ლამაზია და მხიარული. რომ გავიზრდები მინდა გამოვიდე დიზაინერი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მოანა. ახლა მინდა ვიყო 14 წლის. იმიტომ რომ მომწონს თინეიჯერობა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო და მამიკო. მინდა მყავდეს 2 ძმა და 1 და. მამიკო არის მხიარული, შრომელი, უშიშარი და არ უყვარს ზარმაცობა. დედიკო არის ლამაზი, გულთბილი, ისეთი ადამიანი რომ შეგიყვარდეს და ჩემთვის ყველაზე კარგ რაღაცებს აკეთებს. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია თევზი ხეზე. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი დედაზე. ჯადოს სუნური ჯოხი რომ მქონდეს, ყველგან გავაქროვდი ომს და იქნებოდა მშვიდობა. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. სესილი რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე სესილი დამარქვა დედიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ სესილი რომ არ მერქვას, მე მერქმეოდა ეკა. ჩემ შვილებს დავარქვევ ნინოს, ეკას, გიგიოს და ნიკას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერზალა უნდა რომ ჰქონდეს? მაგალითად მე მინდა რომ მქონდეს ნივთების გადაადგილების ძალა. ბედნიერება არის დედიკოზე ზრუნვა, კარგი მეგობრები და კარგ ადამიანებთან ურთიერთობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.